მაგრამ ეს ჩვენი ესენი ვისაც ვინ შეჩოულია ყველაფრის ყიდვას ყიდო და ბევრი რაღაცა იყიდება რეიტინგები შეიძლება იყიდო პრესა ადვილად იყიდება და იძახიან ავიდა იმაში რა ქვია ავიდა სვანეთში დახვდა მიშას ბევრი ხალხი არ იყვნენ ეგენი სვანები ეგენი იყვნენ თურმე დეგრადირებული მეგრელები მათ ციტატა მომყავს აჭარაში შევიდა აჭარაში თბილისიდან ჩამიყვანია ხალხი 9 საათ სავალში 20000 კაცი რო იყო იქ აჭარლები ვერ შეამჩნიეს რაღაცა ესე იგი იმაში გუშინ სამტრედიაში თქვენს რომ ეგენი იყო ჩამოყვანი წალენჯიხი და ჩხოროწყუდანო სხვადასხვის აშკარად არის ძალიან ბევრი ამერიკელი და ინგლისელი აქ შეკრეფილი ხონში სპეციალურად ჩამოაფრინეს თვითმფრინავით ხონელები სად არიან აქ საერთოდ ხოდა მაქსიმართლი დაიწყრა რომ მაგათ თავი და 1 ოქტომბერს უცებ რომ ყველგან მივა ხონელი, სამტრედიელი, აბაშელი, ქუთაისელი, კახელი, ქართლელი, თბილისელი და უცებ აღმოჩნდება რომ საქართველოს არ გადასულა ჭუიდან არის ბრძენი, მაგარი, ძალიან გამტანიერი, ძალიან გამოცდილი, ძალიან გამბედავი და ყოველთვის წინ გახედული და ყოველთვის მომავალზე ორიენტირებული მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაჭირვებულია. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კონკრეტული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ არის საქართველოში ადგილები, სადაც თითქმის არაფერი არ შეცვლა უკეთესობისკენ. მთლიანობაში და არის ოჯახები, რომელსაც იმდენი პრობლემა აქვს, რომ ძნელია საერთოდ იმედი დაინახო თავის არსებობაში. რა თქმა უნდა არის. მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს ერთი ელემენტარული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. საქართველო არის თუ არა უკეთესი ქვეყანა ვიდრე ის იყო და საზოგადოება ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ამიტომ არის რომ ყველანი უნდა დავფიქრდეთ და ყველანი უნდა დაორგანიზდეთ. 1 ოქტომბერი არის ყველა ამ კორუმპირებული ელემენტის, ყველა ამ კრიმინალური ელემენტის და ჩვენი დამპყრობლის. ბოლო მცდელობა, უკანასკნელი გაფართხალება